მოგესალმებით მეგობრებო, უყურებთ ტყუპების პოდკასტის რიგით მე-6 ეპიზოდს. დაწყებამდე საღნიშნე იმედია ბოლო ეპიზოდი არ იქნება. სადაც ტრადიციულად მე და გარი განვიხილავთ გასული კვირის განმავლობაში მოხდარ სხვადასხვა თემებს. ძირითადად პოლიტიკურს. ხო და პირველი თემა ამ კვირის კიდევ ერთი პოლიტპატიმარი შეემატა ჩვენს ქვეყანას, ეგ არის გელა ხასაია. ჩვენ მეგობარი, გეშმე თავისუფლების წევრი, რომელსაც ხო რაღაცა ვიცოდით შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდად რო არინდომებდა ხოლმე საქმის შეკვირვაზე რაღაცა მუშაობას, მაგრამ აი ესეთი რაღაცა უაზრო სრულად თან რო ფიქრობდნენ რა ვქნათ მაგაზე არის გადასული ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო დააკავის გელა და ხან ჯერ ერთი ბრალდება წარუყენეს, მერე მეორე, მერე საერთოდ შეცვალეს ახლა ხო და ამაზე რას ფიქრობ, გარი? პირველ რიგში ჩემი მხარდაჭერა გელა ხასაიას, ჩვენ მეგობარს, თანამებრძოლს. რასაც წინა გადაცემებში საუბრობდით, ყველაფერი ერთი all-in არის, all-in-one არის, ახლა რომ ყველაზე გაბედულებს იმ ხალხს, რომელსაც პროტესტი აქვს მუდმივად, იმათ იჭერენ და ისეთი პერიოდი მოდის, როგორც ბელარუსში, მარტო იმათ დატოვებენ, ვინც ხმას არ იღებს რა. და თან ისიც არის, ხო ზოგს 2 წელი მისცეს შედარებით პატარა ვადები რა. ერთი დღე გატარებული ციხეში უკანონოდ ძალიან დიდი დანაშაულია, მაგრამ 1 წელიწადი, 2 წელიწადი რაღაცა კიდე ფსიქოლოგიურად ამტანია და მინიმალური 4 წელიწადი უწევს გელას თუ გაასამართლეს და ძალიან სერიოზულია თან არაფერზე, რავი, კაცის ცემას ედავებიან ადამიანს, რომელიც 1.60 მ ნახტომში და მართლა მაქსიმუმ 60 კილო და პლუს კიდე არ არის მოხერხებული ფიზიკურად ძლიერი ადამიანი არ არის. ხო და რა ვიცი რა, ეგ არის ზუსტად რატომაც არის ხვალინდელი დღე, რომელსაც შევეხებით აუცილებლად მნიშვნელოვანი, თორე ხო ეს ბოლო გადაცემა იმიტომ კი არ არის რომ რაღაც მივიჯოთ. არ შეიძლება პრობლემა იყოს, ანუ რაღაცა მე არ ვაპირებ თავი რომ გავწირო რა. მაგალითად. ბევრი რაღაც შემიძლია გავრისხო, მაგრამ ისე რომ თავი გავწირო არ მინდა. და ხო ბევრი რაღაცაზეა დამოკიდებული, ეს გადაცემა გაგრძელდება თუ არა, ეს საერთოდ ეს ქვეყანა გაგრძელდება თუ არა, როგორც რაღაცა სუვენირული სახელმწიფო. გადაწყდება ხვალინდელი ამბავი დაიწყება ეს განმანთავისუფლებელი აქცია და მე ვნახოთ რა მოხდება. მაგრამ თუ კოცემა გადააგორეს უპრობლემოდ, დარწმუნებული ვარ რომ გელასაც ჩატოვებენ პოლიტპატიმერსაც, ანუ არჩევნების პერიოდს საერთოდ გადახედავენ პოლიტიკოსებს, შეიძლება დავამატონ კიდევ მუხლები. ხო, გამორიცხული არაფერი არ არის ხათი. რასაც უნდა იმისიზავენ. ხო, გელას ამბავს რაც შეეხება, ის ვახსენეთ რომ დევნილი კაცია აფხაზეთიდან, იქაც საქმე არის აღძრული გელაზე, ანუ რო ჩავიდეს იქ, დაიჭერენ და ციხეა გარანტირებული და აქაც აქაურმა რუსებმა დაიჭერეს და ეხლა აქ უჩალიჩებენ გელას ციხეს. ხო და მაგაზე რაღაცნაირად მოკლედ ვიტყვი, დაწყებული იმ ადამიანებიდან ვინც ზოგადად მოიფიქრა ეგ რომ მოდი გელას აი ესე გავუჩალიჩოთ, რაღაცა საქმე შევუკეროთ. გაგზელებული იმ ხალხით, ვინც ამ რაღაცა დადგმაში მონაწილეობა მიიღო და ვინც დღეს ხელს ადებს ამან მცემავ, ამან ცემავ. ორი მოწმე არის, რომელიც აბრალებს გელას ამ საქმეს. ყველა იმ პროკურორის კიდე ვინც რომელმაც იცის რომ გელა უდანაშაულოა, თუმცა მაინც რაღაც ამ საქმეს მიყვება და მოითხოვა პატიმრობა, რაც დაუკმაყოფილა მოსამართლემ და ყველა იმ მოსამართლის, ვინც უდანაშაულო კაცს ციხეში ჩასვამს, დედას შევეცი მე. აი ესე ბიძა ჩემივით რაღაცნაირად გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას. ხო, ყველამ ვიცით აბსოლუტურად რომ გელა რაღაცა ბიჭო, აი ბრალდებაც იქაც არ იყო საერთოდ რაღაცა, აი სრულად რაღაცა მოგონილი, აი წარმოდგენაც კი გაგიჭირდება ადამიანს რა დონეზე არის შეთითხნილი ეს ბრალდება. მაგრამ ხო, ესეთ რეალობაში ვცხოვრობთ, გარის და გეთანხმები იმაში, რომ ხო რაღაც რუსეთში და ბელარუსში არის გავლილი ეგ რაღაც ახალ ველოსიპედს ხო არ იგონებენ კონცერტი მართლა. ჩვეულებრივად არის მაგის ფაქტები, არის მაგის გამოცდილება და იმეორებენ და ყველას აი დღეს რო გონია რაღაცა შიგა და შიგ, თუნდაც პროსახელისუფლებო ტიპიც რომ იყო რაღაც პონჩი, ზღიად შეიძლება ხარს არ უჭერდა კონცერტს, მაგრამ ის რო არის. ფარტოვი, მაგალითად. აი მსგავსი ტიპი, რომელიც რაღაც ზღვამდე მივა და რაღაც არ მოეწონება და გააკრიტიკებს ქართულ ოცნებას ზღიად. აი ყველა მსგავს ადამიანს მოგადგებიან ადრე თუ გვიან. იგივე მოხდა ახლა რუსეთში. რაღაცა იყვნენ რაღაცა რაღაც პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ამ ომსაც მხარს უჭერდნენ, გარკვეულ რაღაცა
პრობლემებზე საუბრობდნენ, გირგინი მაგალითად. რომელიც ღია საუბრობდა, ხო რაღაცა, იყო იმის რაღაცა გულშემატკივარი ამ ომის და ხო უკროპებს ბოლომდე გადაუვაროთა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ საუბარში კრიტიკაში ზედმეტი მოვიდა და დღეს არის ციხეში. ხო და ეგ ამბავი მოხდება აქაც, ადრე თუ გვიან. თან გირგინი არ იყო უბრალო კაცი, იყო ადამიანი, რომელიც თავარსარდალი იყო იმ აჯანყებულების დონეცკი და ლუგანსკი გამოყოფა რო დაიწყეს. ანუ ბაევიკია სერიოზული რუსული მასშტაბით და ისა რუსეთში უყვარდათ ძალიან. ისე არ იყო, ცნობილი ადამიანი იყო საკმაოდ. ჩვენაირი გენერლებით კი არა, კაცი შვილმა რო არის და რო გავიცობთ. მალები რო იჩდებიან. მაგაზე ვილაპარაკოთ, კარგი გამახსენე. ხო და ბონუსად კიდე იმ გენებაზე ყველა იმ რუსის დედა შევეცი კიდე იმ ადამიანის, ვინც გელა აფხაზეთიდან გამოაქცია და რაღაცა დევნილი გახადა ეგ ადამიანი და არა მხოლოდ გელა, ნუ ამ შემთხვევაში უბრალოდ გელოზე ვსაუბრობთ. ხო, გენერლების ამბავი გუშინ გამოქვეყნდა წერილი, გუშინ თუ იყო გუშინ. მოდი ახლა თემები განვიხილოთ კარგად და 4 ოქტომბერი დავიდოთ ბოლოსკენ გადავანაცვლოთ. ბოლოს მაგერისა და შენიშნული. ეგ ახლა თქვა თუ მე გადავიტანოთ ეს გენერლების ამბავი. შემდეგი თემა რა იყო ახლა? შემდეგი თემა დებატების ამბავი გუშინდელი. ისე მოლდოვა ხო არ მოვჭეთ ბარემ და მე. კაი. ჩვენი არ არის. მე მონტაჟი მე მოჭერი ეს მოჭერი. ხო, მაშინ მოლდოვას ამბით უცხოური ამბები მინდა მალე რომ მოვიჩინოთ. კი, მოიდიაში ერთადერთი მოლდოვა გქონდა ხო. მოლდოვას მინდა მოულოცო. ყველა პრობლემის მიხედვით რომელიც ამ ქვეყანაში არის. დიდი გამარჯვება ძალიან და თითქმის რუსეთი დასრულდა საბოლოოდ. ეხა ოდნავ რამოდენიმე წელი უნდა გაძლონ, რაღაც პოზიტიურად გაგრძელდეს. ევროკავშირმა არ უნდა მიატოს მაქსიმალურად ბევრი მიჩასთან. ყოველ წელს 2-3 მილიარდი უნდა არჩქოს ჩაასხას ფული თავზე დააყაროს და ფული ააქცე და მართლა იმდენი პრობლემა აქვს იმათ რომ რაღაც ფული მაქსიმალურად ეხა როგორც ამერიკა ცდილობს რაღაც სომხეთში რაღაც დაეხმაროს როგორც კი რაღაც კარგ ნოტაზე დადგა ქვეყანა ფულს აყრიან ზემოდან უფასო ისა ხო მოამზადონ მაქსიმალურად ქვეყანა გაამზადონ ევროკავშირში მისაღებად. და ის იყო, ანუ წარმოიდგინეთ კიდე რა იყო პრობლემა არჩევნებს, რომ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, მილიარდ დოლარამდე ეს სქემა გაამჟღავნეს და ჩადო რუსეთმა ოპოზიციაში, ანუ პრორუსულ ოპოზიციაში. მათ შორის ბოტების ქარხნებით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფულის მოსყიდვით, აი როგორ ხოცებს რომ იყავთ ხალხი ამორჩეულზე, ეგრე მიყავდა ოპოზიციას წარმოიდგინეთ. ხო და ამის მიუხედავად და ყოველთვის მოლდოვაში არჩევნები როცა იყო ყოველთვის წკიბზე გადიოდა. ეხლა რო ნახეს რომ ფული აჩუქა ევროკავშირმა ჩაასხა და ქვეყნის განვითარებაში უფრო დიდ ფულს ჩადებს და უკვე იციან 2030-ისკენ ევროკავშირში გაწევრიანება მოუწევთ თუ რამე სასაოცრება არ მოხდება. იმ ხალხმა რომელიც პროსი იყო ის ფულიც აიღო ყველაფერიც რაღაცებს იმუშავა კიდევ აგიტაციაზე, მაგრამ არჩევნებზე რომ მივიდა დააფიქსირდა საერთოდ სხვა აზრი და წინა არჩევნებთან შედარებით საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით უფრო მარტივად მოიგეს. ხოცა შედეგი იმის არის რომ ხო ანუ რაც უნდა იყოს პრორუსი იყო ის ჩათლახი იყო ნაბოზარი იყო საბოლოო ჯამში რომ ითვლი აქეთან ხარეს უფრო მეტი სარგებელია თუ იქიდან ხარეს და უკვე იცი. ყველას ევროკავშირი ურჩევნია რა თქმა უნდა იმ პრორუსებსაც და იმ პრედნესტროვის ხალხსაც უნდათ მოლდოვასთან გაერთიანება და ის არის. თუ როცა მიდგება საქმე რომ ხედავ უკვე არა რეალისტური კი არა, როცა რეალურია უკვე ის მიზანი. რა თქმა უნდა გიჩვენია უფრო მეტი ფული და ხალხმა სწორედ აიღო რუსებისგან ფული საერთოდ ყუთა სხვა რამე დააფიქსირა და მიულოცავ კიდევ ერთხელ სანდუს, მაია სანდუს და რაო რა ანუ კარგი ამბავი მოხდა. ისე გადიან ფაქტიურად. კარგი ამბავი მოხდა ცალსახად რუსებს, აი ბაირამ დუდუკში მათ გაედოთ ნამდვილად. კი, რაღაცა თან საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგო მაია სანდუმ არჩევნებამდე იყო საუბრები რომ შეიძლება კოალიციის შექმნა დაჭირდეს და იქ კიდე არის ერთი პროევროპული პარტია და მაგასთან შეიძლება რაღაც, მაგრამ არა, ნუ რაღაც 50%-იანი ზღვარი გადალახეს და მაგეთ 25% იყო, მე მგონი, ნუ თავარი რაღაცა პატრიოტული, რაღაც, ნუ ერთ სიტყვით ოპოზიციური პრორუსული პარტია. პატრიოტული ბლოკი ქვია, რაღაც ეგეთი. ხო და ეგ მნიშვნელოვანი ამბავია, ცხადია, რაღაცა რუსეთმა რაც გააკეთა, ამ ხალხმა რაც გააკეთეს, რაღაცა ადამიანი შეიძლება იყიდო. კი, რაღაც ფულს გადაუხდი, წავა და რაღაცა არჩევნებზე პირობითად შენ მოგცემს ხმას, მაგრამ მეორე დღეს მაგ პარტიის ლიდერმა ადამიანებს უთხრა, მოდით შევიკრიბოთ გარეთ რა, გავუპროტესტოთ. არავინ არ გამოვიდა, ცხადია. იმიტომ ადამიანი რაღაცა სულელი საბოლოო ჯამში არ არის, იმიტომ თავის თავზე ფიქრობს ყველა. და ყველა ხედავს იმას, რომ ამ ქვეყნის დასავლური პერსპექტივა
კარგი არის არა ზოგადად რაღაცა ევროკავშირის წევრი ვიქნებით. არა, ხო, ჩემთვის უკეთესია. ხელფასმეტი მექნება, ჯანდაცვაც უკეთესი მექნება და ზოგადად რაც სჭირდება ადამიანის ცხოვრებისთვის, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ყველაფერი არის უკეთესი ევროკავშირში. აქეთ როდესაც გაქვს რაღაცა რუსული ალტერნატივა. ხო, რაღაცა ემშენი რაღაცა პრორუსული იდეისთვის, რა თქმა უნდა, არავინ არ იბრძოლებს. შენ შეიძლება რაღაცა იყიდო, აქაც ეგ არის რა. კოცების რაღაცა მრავალრიცხოვანი აქციები ხო ბევრი გვინახავს რაღაც ჩამოყვანილი ხალხი, რომელსაც რაღაცა ფული მიცეს, ზოგი დააშინეს, ზოგი ის, მაგრამ ხედავთ რომ ხალხი მათ გულწრფელად არ დგას და რაღაცა მილიონიან აქციას, სადაც ეგეთი ხალხი არის მოყვანილი რაღაც ფული, ჩანტაჟი, დაშინებით იმით ამით, ნებისმიერ და ყოველთვის აჯობებს, თუნდაც 10,000-იანი აქცია იმ ხალხის, რომელსაც ესმის შინაარსი, რისთვის არის მოსული და გააზრებულია კი ღირებულებების დონეზე და ხო მაგ იდეაზე გამოყვება ნებისმიერ რამეზე მაგ ისთვის ბრძოლაში. ხო და მათ აგებენ ეგეთი ხალხი. თან ერთსაც დავამატებთ. მოლდოვაში წელს იმდენი რამე შეიცვალა, იმდენი ფული დააყარეს მართლა თავზე. პლუს კი ნახეთ, ინგლისთან გაიხსნა თუ ვიზო მიმოსვლა რა. რაც არის ბევრი სერიოზული ქვეყნისთვის ვიზებია დღემდე. ძალიან ბევრი სერიოზული მოლდოვაზე გაცილებით მდიდარი და ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებს აქვს სავიზო ბრიტანეთთან და ის არის ერთი რო პატარა სამუშაოები გაიხსნა თუნდაც თუ მიდიოდნენ სიტყვაზე ევროპაში 2-3 თვით და მე რაღაცას გამომუშავდნენ ეხლა მიდიან ბრიტანეთში ევროკავშირში როდესაც ვიქნებიან აღარ მოუწევთ ეს გადარბენა გადმორბენა რა და ის არის ხო ბევრი სიკეთე ნახეს რა თუნდაც ჩემს შეუცნება ბრიტანეთში წასვლა რაღაცები და ძალიან სერიოზულ ხარჯებთან და ვიზებთან და მოკლედ ძალიან დიდი თავის ტკივილია და ეს იგზნეს და ბოლომდე გამოიყენეს რა და მოულოცა კიდე ერთხელ და მგონი ამოუწურეთ ეს თემა კი, ხო, რაღაცა სამაგალითო ამბავი მოხდა საბოლოო ჯამში რაღაცა რუსეთმა მანდ წააგო, ეგრეთ ვთქვათ. ჯერ რაღაც ტურბულენტური პერიოდი ექნებათ მაინც. თუ შეესწება ცხადია რუსეთი რაღაცა არ დაკარგავს მოლდოვას და ხო, მნიშვნელოვანი ამბავი. დნესტრისპირეთში ოკუპირებულ რუსების მიერ ტერიტორიაზე, ხო, რაღაცა ინტერვიუ ნახე, უბრალოდ ხო, რაღაცა გამოკითხვა ჩატარდა იქ უშუალოდ. რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აი იგივე რაღაცა აფხაზეთში ჩაატარონ რუსებმა გამოკითხვა და იყო კითხვა კონკრეტული რუსების შემადგენლობაში დავრჩეთ, შეუერთეთ ბოლომდე თუ რაღაცა მოლდოვის და ჩემდა რაღაცა გასაკვირად უმრავლესობა ახლა 80-90% ამბობდა რომ თუ რაღაცა ჩვენ ვხედავთ მოლდოვას რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფის და ამ გზაზე რეალურ ნაბიჯებს და შედეგს დადებს ხო რა თქმა უნდა მოლდოვასთან გვინდა ისევ გაერთიანება იმიტომ ერთი ხალხი ვართ საბოლოო ჯამში ერთი კულტურა გვაქვს ერთ ენაზე ვსაუბრობ და ასე შემდეგ ხო და ეს მათ შორის არის ის იარაღი ამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების როდესაც ხო იქამდე დადის საბოლოო ჯამში სად უკეთესია ცხოვრება ადამიანისთვის. ხო და ეგ სერიოზული ამბავია, მადაც კარგი მაგალითი შეიძლება დაიდოს სამომავლოდ თუ რაღაცა ამ ტურბულენტურ ზონა გადააგორა მოლდოვამ. იმიტომ ბევრ პრობლემას შეუქმნის რუსეთი ცხადია. ხო და ამ მოდი ევროკავშირის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ მაშინ ჯამში. იმიტომ ეგ ამბავია რაღაცა ხშირად კოცების მხრიდან ისმის, რა ტრადიციულად რაღაცა მხოლოდ უარყოფითი რაღაცები, რაღაცა პროპაგანდისტული, აი ამ კვირაშიც იყო რაღაცა შეხვედრა ქართული ოცნების წარმომადგენლების ამორჩეულთან და იყო ღია საუბარი რა, რომ რაღაცა უვიზოზე კი პრობლემას გვექნიან, მაგრამ მაშინ რა ვქნათ, რაღაცა ბაღებში ტრანსგენდერი მასწავლებლები უნდა ყავდეს, ტრადიციული კოცური პროპაგანდა. და მაგას სერიოზულად ეუბნებიან მთელი ემოციით, რაღაცა ესაუბრებიან კოცებზე. ამორჩეულს. კი. და აქეთ არის მეორე საკითხი საერთოდ, რაღაცა ის რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, რისთვისაც არის ზოგადად კარგი, ჩვენ შემთხვევაში ევროკავშირი ეს არის ეკონომიკური ზრდა. ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანას გადახედეთ რომელმაც 90-იანებში რაღაცა ჭკუა იხმარა და მაგზას დაადგა. გადანახეთ რაღაცა 91 წლის მუშპ მთლიანი შიდა პროდუქტი მაგ ქვეყნების და დღეს პოლნეთსაც არაერთხელ გვისაუბრია რაღაცა ტრილიონიანი ეკონომიკის ქვეყანა გახდა სწორი პოლიტიკით მათ შორის. ხო და ეგ რაღაცა არის იმის მაგალითი რომ კი რაღაცა ევროკავშირი არ არის მხოლოდ რაღაცა
ვინმე არ შეგსხოს ამბავი. ამ პოლონეთს თავის დროზე ის არის ევროკავშირის ინდოეთს ეძახდნენ როცა შეიყვანეს და რაღაცა. კი, პრობლემური ქვეყანა იყო. მე ასწავლა ჭკუა ბაირამ დუდუში. კი, ერთ-ერთი ყველაზე სწორად იქცევიან ეგენი იყო. კაი 10 წელიწადზე მეტია და ის არის. სხვები უკან წამოვიდნენ, ვერ გავითარდნენ და ისინი წინ და აცი უფრო წინ წავლიან. კი. ხო და იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში რომ ეს რაღაცა გზა რაც გვაქვს არჩეული არ არის უბრალოდ რაღაც აი ევროკავშირი გვინდა და ასე შემდეგ. გვინდა ყველას ნორმალური ცხოვრება. ამისთვის არის საჭირო ადამიანის უფლებები მინიმალურ რაღაცა უნდა იყოს დაცული, რაც არის ზოგადად სიცოცხლის საკუთრების, რაღაცა ბედნიერებისკენ სწრაფვის ან რაღაცა სიტყვის თავისუფლება მათ შორის კი აი ეგ ყველაფერი რაც განაპირობებს იმას რომ ადამიანმა შეძლოს შექმნას საკუთარი თავი, რაღაცა უკეთესი ცხოვრება, კონდეს გასაქანი რაღაცა. ბევრ შეიძლება ამ ქვეყანაში იდეები აწუხებს და ვიცნობთ ეგეთ ხალხს, რომელსაც რაღაცა სხვა რეალობაში ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია, მაგრამ დღეს არის იძულებული სადღაც იმუშაოს, რაც კაპიკებზე რომ თავი რაღაცა გადაიჩინოს. ხო და მაგ პრობლემებს გიგვარებს ეგ თემა, იმიტომ რომ თუ სწორად გამოიყენებთ, ეგ ჩვენზე არ დამოკიდებული, მხოლოდ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას სწორად თუ არა. ეგ თემა. გუშინდელ დებატებს შევეხოთ მაშინ, მაინც ხვალ გინდა ასე არჩევნებია ქვეყანაში. ხო და საზოგადოებრივ ორი არჩევნები. კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო ტრადიციული რაღაცა დებატები. სადაც 9 კანდიდატი იყო, თუ 8. აღარ მახსოვს, აზრი არ აქვს. 29 იყოს. აზრი არ აქვს, არ ვიცი, უყურეთ თუ არა, მაგრამ ხო რა, სხვა რეალობაში შენ რაც მოიწერე, ადამიანი პოპკორნი ჩაუჯდებოდა და მაგრად იხალისებდა იმით, რაც იქ ხდებოდა. სრული არ ვიცი რაც მრავალფეროვანი არჩევანი იყო მართლა. ზოგი უბრალოდ თავისი პრობლემით იყო მოსული. მე საჩივარი მაქვს და აპავის მიერთებითო უტრაკებდა. ხო და ეგ მად მე ყველაზე მეტად მომეწონა ის პირველი ვინც იდგა და ბოლო. ბოკელავაძე თემური. ბოკელავაძე იყო პირველი და ბოლო იყო კალაძე. ეგ კიდევ გითხარ რომ ყველა რაღაც სიტყვის დაწყებისას არ უშვებდა ხელიდან შესაძლებლობას კალაძისთვის რომ არ წაიჯვა. შემდეგ გაჩიჩილაძემ გაჭედა კიდე კალაძე და ზოგადად რო ვთქვა რაღაც კალაძე სუსტად გამოიყურებოდა. რაღაცა ამდენი წელია რაღაც ოპონენტთან რო არ ქონია შეხება და ტელევიზიებში კი დადიხარ, მაგრამ იქ რაღაცა ჟურნალისტები იმაზე არიან მხოლოდ რაღაც ბოლომდე ამოგისვანენ და გასიამოვნონ. ხო, არც კალაძე იყო მომზადებული და დანარჩენ კანდიდატებზე საერთოდ აღარ მიტყვიჯებია. შენ შტაბიჭებები როგორი იყო კარგი. შენ რო ამორჩეული იყო ხმას ვის მიცედი გუშინდელი დებატებიდან გამომდინარე. ერთ მიწევდეს არჩევნზე, ბოკელავაძეს მიცემდი ხმას, გადავის პონჩი. თამბრის კი არ იყო ბოლოკაცი ამ დებატებზე რა. არა, საერთოდ არა. საერთოდ არა, ხო. ის გამიკვირდა რომ იაგო მე მაგარი მომზადებელი იყო. იაგო ხუჩია რომელიც ავი ლიბერტარიანები ამ ქვეყანაში მართლა ყველაზე განსაკუთრებული ხალხი იყო, ყველაზე მომზადებულები, ყველაზე ინტელექტუალები. როგორ მოახერხა ამ კაცმა რომ ესე დააგდო ლიბერტარიანელების კრიტერიუმები რომ უკვე მე რამდენი შემთხვევა როცა სადღაც მიდი სადებატოდ და არ არის მომზადებული. ეგეც იგერხება როცა შენ ოპონირებას არ უწყებ და მარტო დაჯიმით ახალ დაკავებული და დებატებს ითხოვ რეალურად, მაგრამ დებატების გარდა ყველაფერს აკეთებ, როცა დებატებზე მიდიხარ რეალურად წამყვანს აჯობ ხოლმე ხარაშები. ხო რა. და ვახო ჩაიხსნა ახლა რეალურად თავარი ტვინი გირჩის და გირჩი 36-ის და გირჩი უნიჭოების ეგრევე ძახივალე. და ის არის რა, იაგო დატოვა ხიხო. ჩაჩუჩული ნასკი. ბოლო გადაცემა არაფერი აღარ დავშა. მაგრამ სანამ ჩავკეტეს გისოსებში მაგრამ. ჩაჩუჩული ნასკი იაგო ქუჩია. რა ბოლომდე მომზადებელი და არაფერი და იმის ვაგივად რომ მე ბოლომდე არ მაქვს ნახი, მაგრამ შენი ლაპარაკისგან დღეს ნახავ კიდე, ანუ 1 საათი მაქვს ნახი. იმის ვაგივად რომ რაღაც კითხვები დაესვა კალაძისთვის და ის არის პასუხისმგებელი საერთოდ ყველაფერზეც ქალაქში ხდებოდა. ოპოზიციაზე გადმოვიდა ისე. ხო რა არაფერი ანეკდოტი იყო ჩოლების სახალისო იყო, უბრალოდ არ გვეცინება ისეთი პერიოდი გვიდგას თორე კაცი გაერთობოდა.
ამორჩეული რო იყო რეალურად და მაგით, რაღაცა გადაწყვეტილებას იღებდა ბოლოს კივზე იყო, რაღაცა ყავდეს შენი შერჩეული ვინმე და აი მოდი ამ დებატებს უყურებ და გადავწყვეტ ამ დებატების ხურების შემდეგ აი ნიდან გადახტები კაცი. ეგეთი ამბავი იყო. ხო. შემდეგი თემა გვაქვს. რა თქმა უნდა. მოდი ჯერ შათიშვილზე ვლაპარაკოთ. ახალგაზრდებს უნდა დაახვიოთ ამ ქვეყნიდან. რაღაც ნაწილმაო. მე გულისხმობდა. კი, რა თქმა უნდა. ხო, ნუ კობახიძემ თქვა რომ ეგ კაცი ჩვენი პარტიის წევრი არ არის და არ ახმოვანებს რაღაცა ჩვენს აზრებს, მაგრამ ყველას გვესმის, ვინ არის შათიშვილი და რა ვის პოზიციებს ახმოვანებს რეალურად. რაც შეიძლება დღეს ხვალ არ გითხრან კოცებმა ეგ პირდაპირ, მაგრამ ხო, ნუ ეგ განწყობა არის ცხადია. ვის არ უნდა რაღაცა პოტენციურად საფრთხის შემცველი საზოგადოების ნაწილის მოშორება ქვეყნიდან. ეგ იყო მათ შორის ბიზნეს დაპირება თავის დროზე, რომ აი გერმანიაში გაგიშვება. კი, ამდენ სამსახურს აქ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ აი გერმანიაში რეისები მუდმივად იქნებოდა. ახლა კი, ეს რეისებიც აღარ შეიძლება აღარ იყოს. ეგეც საფრთხის ქვეშ დადგა. ხო და ნუ არაფერი ახალი მანდ არ არის, ცხადია. კოცების სურვილი გააჟღერა, რომელიც შეიძლება სამომავლოდ რეალურად იქცეს. საინტერესო თემა კიდე, გარე. ბიზნეს წერილი. რა თქმა უნდა, წინა საარჩევნოდ პერიოდში. დავიწყებული ხონდა. ხო, მეც ახლა გამახსენდა უბრალოდ შათირიშვილს. წინა წერილი გამოაგორა 1 ოქტომბერს, 13 წელი გავიდა 2012 წლიდან და ნუ შინაარსი არ ვიცი, საკითხული გაქვთ თუ არა, პირველი ნაწილი რაც დიდი საკმაოდ მიუძღვნა იმის გახსენებას, რომ როგორი მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, რომ ის ღირებულებები არსად დაკარგულა და რომ რაღაცა კი შეცდომები იყო, მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებთ, კაცო, რა პრობლემაა. და ასევე მათ ორი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ერთი ის, რომ არასამთავრობოებზე, როდესაც ისაუბრა, რომ კი დავასუსტედო ეხლაო ეს აგენტებიო, მაგრამ მაინც პოტენციალი აქვთო. და არჩევნების მერე ამ საკითხს ბოლომდე მივხედავთ. ხო, ნუ ახალიც მაგაშიც არაფერი არ არის. და ნუ რაღაცა არ ვიცი, წინა საარჩევნო ისე აი 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებს რო გამოვიდა წითელი სახით, ეხლა ნუ ფიზიკურად არ გამოჩნდა და უბრალოდ წერილი გამოაქვეყნა. შენ რა შტაბეჭილებები დაგჭა მაგ წერილის კითხვის? პირველ რიგში ის იყო, რომ ხო არ მოუჩი რეპრესიებს და ეხლა იწყებაო და ბოლომდე ანუ კიდე არ დაჩენილა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს აგზავნოს კონსტიტუციით, პოლიტიკურ საქმიანობას აუგზავნოს ძალიან ბევრს, მათ შორის ჩვენც ავტომატურად მოუყვებით, რომ ნებისმიერ პოლიტიკაში ჩარევა სისხლის დანაშაული იქნება პოლიტიკაზე საუბარი, რაღაც ეგეთი. ანუ იყავით გარეთ პოლიტიკაზე არ საუბარ, პოლიტიკაზე საუბრობ სისხლის დანაშაული, რაღაც ეგეთი ფორმულა იქნება. უცხოეთის აგენტები ერქმევათ ადამიანებს. და ის არის რა და პლუს კი ის არის. მუთხარ რომ მე ისე გავიდე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ნახოთ. რომ აი შიდა სამზარეულოს მოგალატები ყავდა, მოვერიეთ და მორჩა თუ გააგზავნებს ეგ ვერ გავიგე. ისეთი საბჭილება იყო რომ ამ ეტაპზე მოასუფთავი, მე ნახოთ რომ არის. ერთადერთი მაგაზინმა დამჩერალოდ პასუხი მაინტერესებს მაგაზინს, თორე დანარჩენი ისეც გასაგებია რას აპირებს და რას იზავს. თუ მათ შეიძლება ექსტორ მესიჯიც იყოს. ტრანსპორტში მაინც არსებობს საფრთხეები კი. მაღარებაშვილისგან რა საფრთხე უნდა მოდიოდეს ბოლომდე ჩაწოლილი კაცია. აი ეგეთი მეორე მე არ ვიცი მართლა ტიპი არის. просто პოდკასტში არ ვიტყვი ისი გავკეთებელია. რო აპატიოს ბიძინო. ან რაღაცა დააბრუნოს თავის გუნდში. კი ერთხელ დავაფასე ტოკაევი ყარებასთან შედარება. კი, არა სხვა ის არის საერთოდ. ხო და ხო ნახოთ, რაც შენ თქვი, რაც შეიძლება რომ სიგნალი გაუშვა იმის, რომ რეპრესიებს მოურჩი ამ ეტაპზე შიდა სამზარეულოსთვის. ნუ ეგ შეიძლება რაღაც პონჩი სწორი იყოს. რაც არჩევნები მოდის, რაღაც ინფორმაციები ჟურნალს, საფრთხეს გზნობს თვითონ შიგნით ხალხი, თუ ბევრს აქვს მოპარული და ნაჭამი. და ხო ნუ რაღაც ის ხალხი დამშვით, მაგრამ ვაფშე არ დასამშვიდობელ საქმე თქვენთვის. არც ჩვენთვის, მაგრამ ყველას. აი როგორ ზარკვას მიაყდა სიკვდილის ბუზი. ყველას მოგადგებიან, ადრე თუ გვიან. და ყველას რო არ მოადგნენ, მაგისთვის არის აუცილებელი ხვალ 4 ოქტომბერს, აი ესე გადავიდეთ ბარემ ამ თემაზე. 4 საათზე ხვალ
4 ოქტომბერს გაიმართება, დაიწყება აქცია. მშვიდობიანი დამხობა, რომლის გამოც უკვე ციხეში გამიშვათ. ორი სიტყვის თქმის გამო. ხო, ეგ პროცესი დაიწყება, არაერთხელ გვისაუბრე იმაზე, რომ თარიღის დაკიდება, არ დაკიდებაში აქ საქმე საერთოდ არ არის. ბუნებრივი დედლაინი არის რაღაც პონჩი, ხო არჩევნებია და მაგაზე აქეთა მხარეს უნდა იყოს გარკვეული სახის პასუხი. და ამ გარკვეული სახის პასუხი შემოგთავაზა ხაბეიშვილმა, პაატა ბურჭულაძემ და იმ ხალხმა, ვინც მუშაობს ამ საკითხზე. და შემოგთავაზეს ეს ვარიანტი. ალტერნატივა არ იყო. მოდი ეს ვთქვა, არ ჩავიძიოთ იქეთ. ალტერნატივა არ იყო. ხო და ხვალ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმ განწყობით ვინც მოვა, მოხვალთ, რომ აი ხვალ 12 საათს რო გადაცდება, თუ კოცები იქნებიან ისე დავიღუპეთ მორჩა, არა. ხვალიდან შეიძლება, ან არ შეიძლება, არ ვიცი, ეგ ჩვენზე არის საბოლოო ჯამში დამოკიდებული, დაიწყოს რაღაც პროცესი, ან არ დაიწყოს კიდევ ერთხელ. ერთ ვიტყვი, მაგრამ ის რაც დაგროვდა ამ ქვეყანაში, ის საფრთხეები, რაც რეალურად გვემუქრება, არ არის ეს რაღაცა. აი, კაცო, არავის არ დაიჭერენ, არაფერი არ იქნება. გადააგორებენ და всё რა. აი, საერთოდ აღარ არის ეგ რეალობა, ჩემი აღქმით, ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ვსდები, შეიძლება არ ვსდები, არ ვიცი. ჩემი აღქმით, როგორც კი თუ გადააგორეს ეს არჩევნები და სტაბილურდნენ, მათ შორის რაღაცა შიდა ამბებს მიხედეს, გადაგვივლია ყველას. ბოლომდე მოასუფთავებენ ველს, ისე რომ აი 28 კი არა 32-მდეც, რაღაცნაირად შვიდად მივიდნენ რაღაცა ნებისმიერ მხრიდან რაღაც საფრთხე არ იქცნო. და მაგის პოტენციალი აქვს, რატო არა აქეთ რაღაცა იმ ოპოზიციას, რეალურად მოქმედ ოპოზიციას, ვინც ციხეებში არის დღეს, ბოლომდე გაანადგურებენ, მაგის გარდა არის კიდე 8 პარტია, აი გამოჩნდა გუშინი დებატებზე, ვინც მზად არის ხო რაღაცა სისტემურ ოპოზიციონერებაზე. შენი აღქმები, ბატონო გარი. პირველ რიგში დავამატებდი იმას, რომ 4 ოქტომბერი ხვალ არის საქართველოს უახლეს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიცხვი იქნება, ისე თუ ასე, ანუ დადებითად დასრულდა თუ არ ყოფითად, ჩვენი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი სერიოზული საკითხი იქნება, რომელიც შეისწავლება მომავალში და დანარჩენი ხალხია დამოკიდებული, წარმატებული იქნება, არაწარმატებულები, რა მოხდება, მაგრამ ხო, კოცებ თუ რაღაც ისეთი არჩევ ბრძოლის გარეშე არ ჩაიარა და კოცებმა გაიტანეს თავისი და დაასტაბილოს ყველაფერი, მორჩენილი არის, ანუ ჩვენარი ხალხს მართლა, ანუ მე ვერ ხედავ იმ ამბავს, აი, თუნდაც ანუ დაჟე ჩვენი კატეგორიის ხალხს, რომელიც არ არის ისეთი აქტიური და რაღაცა ის უფრო მედიაში ვართ და აქციებზე რაღაცა ვართ, მაგრამ არ ვართ ის პირველი ის ხალხი, რომელიც არის აქტივისტები, ორგანიზატორი ტიპები არა ვართ, ხო? ჩვენც კი, ჩვენ აქ ქვეყანაში გვეტყვიან, ან ციხე არჩიან ნახვი. მართლა ეგ ამბავი არის ზუსტად და ეგეც შათერიშვილის მაგაზე გამოაგორეს, რომ ხო ანუ მოგთი მარტივ არჩევანს, ძმაო, არ გიჭერთ, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ახალგაზრდა გოგო ხარ, ახალგაზრდა ადამიანი ხარ, მაგრამ ეს ქვეყანა უნდა დატოვონ, მაქსიმალურად მოგვანიშნებენ მაგას, რომ აი ხა ძმაო დრო, უვიზო გააქვს, ძმაო ჯერ კიდე, ვისაც გინდათ სტადით, თუ არა ვინც ხართ აქ, აი როგორც ის ბელარუსი პოლიტპატიმარი, რომ დარჩა და შეაბრუნეს ციხეში. ისე ჩვენ ანუ ბოლომდე მოასუფთავენ და ვინც იქნება ოპოზიცია, იქნება იაგო ხვიჩა და ისიც იაგო ხვიჩა მაგრამ თუ რამე ზედმეტი თქვა, არ დაიჭერა, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი თავში წამოვარტყან ხოლმე რაღაც ეგეთი, ან ტანში ვარტყან, ხო. არის მაგის ფაქტები, ხო რა, ანუ ჟირინოვსკის ოპოზიცია იქნება, რომელიც რავი, თან ის არის, ანუ თან ოპოზიციონერია, თან ოპოზიციის დაშიას მოითხოვს ხოლმე და ის არის. ხო, თავრობას აი როგორც ალტიფოა ხოლმე, რომ თავრობას ეთქვის, რომ ბოლომდე დაიჭერეთ ნაცები, ბოლომდე დასაჯეთ ისა და ეს. აი როგორც ახლა არის, ეხლა ხალხს ობიექტურად ჯერათ, რომ ალტიფო არის დამოკიდებული კოცებზე. აი ალტიფოს აქვს რაღაცები წყენები კოცებზე, მაგრამ თავიდან ბოლომდე ფინანსურად არის დამოკიდებული კოცებზე და რუსებზე. და როცა დაჭირდა კოცებს, პარტია გააუქმეს საპარლამენტო არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, რაღაც იყო ეგ ხალხი აზის კოცების ხმებს, რა თქმა უნდა, რაღაც არ იყო ის დრო, რომ გაყოფა შეიძლებოდა. ეხლა ლეგიტიმაციისთვის დაჭირდათ პარტია კიდევ ერთი რატო არა და დაუშვეს ალტინფო ამ არჩევნებზე. ეხლა საკრებულოში თუ მოახვედრეს, სადღაც უკვე ის არის, კომფორტულად იქნებიან რა. ხო და ერთ სიტყვით ერთმა დალოცოს 4 ოქტომბერი
4 ოქტომბერი ჩემი იერუსალიმი. ყველაფერი ჩვენზე არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში. მე დარწმუნებული ვარ რაღაცა წარმატებლობის შემთხვევაში, ან რაღაცა არ ვიცი, წარმატებლო რა შეიძლება იყოს, ну, საბოლოო ჯამში მესმის რა თქმა უნდა კოცების დასრულება, მაგრამ როგორ რა პროცესები იქნება ამისთვის საჭირო ბოლომდე, ну, არ ვიცი, რა თქმა უნდა, რაღაც რთულია მაგის წინასწარ განსაზღვრა, რა შეიძლება მოხდეს ხვალ და შემდეგ დღეებში. თუმცა, ხო, ну, ერთი რამე ვიცი ზუსტად რომ რაღაცა თუ ვერ გავაკეთეთ ეგ ამბავი, ბევრი ხალხი გამოჩნდება, ვინც იტყვის, რომ აი, ხაბეიშვილმა ჩაიჯვა, ნაცებმა ჩაიჯვეს. ამ გეგმა ხო რაღაცა ასე და ასე შემდეგ. ხო და მათ ვაფშე არ იქნება ხაბეიშვილის ჩაჯმა. ვაფშე არ იქნება ნაცების ჩაჯმა და იმ ადამიანების, ну, პატაბურჯულეს მათ შორის, ვინც ხო შემოგთავაზე ეს გზა. ну, ხო რაღაც გამოჩნდება ეგ თუ ბევრი ხალხი მოვიდა საბოლოო ჯამში, ესე იგი ხალხს აგმზაობა, რომ ეგ გეგმა ან მოსწონთ და ну, ხო, ოკეი, კი, მოყვებით მაგ გეგმას. თუ არა, მაშინ კი რაღაც არ ვიცი, ან გეგმა მარი მუშავა. ან არ იყო ისეთი, რაც ხალხს შეიძლება რაღაცა აანთო ხალხი ბრძოლაზე, მაგრამ ну, რაც ჩვენ ვუყურებთ, არ ვიცი რაღაცა ბაბლის განწყობა ეგ თუ რაღაცა, არ ვიცი, ერთ სიტყვით ბევრი მკითხავ რო არ გამომდეს სხვა ვნახავ, მაგრამ იმის მომინდა ხო რაღაც ეს ხაბის ჩაჯმა არ იქნება. კაცმა გითხრა რომ აი ეს და ეს არის გასაკეთებელი. რეალურად ეგრეა, ხო? არჩევნებით ამათ ვერ უგებ. ზღაპარია. სხვა გზა არჩევნების გარდა. რაღაცა აი მოვაწყოთ მშვიდობიანი დემონსტრაცია პარლამენტი ვკეთოთ 10 წელი, მაგასაც არ გაცდიან. კობახიცემ თქვა რომ ამ არჩევნებს რომ მორჩებითო, მაგ რუსთაველსაც მივხედავთ, იმიტომ არ მოსულაო 200-300 კაცმა უკეთოს ყოველდღე ცენტრალური გამზირი. მაგასაც მიხედავენ. ჯერ არ ეცალა, ჯერ შიდა ამბებს აგვარებდნენ, არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, მაგასაც მიხედავენ, მაგასაც გაწმინდავენ სრულად. და როცა არც ერთი ბერკეტი არ გარდა მართლა რაღაცა მშვიდობიანი რევოლუციისა, ხო, ეგ არის, კაცმა გითხრა, ეს არის გზა. თუ ვერ ვაკეთებთ, ხაბამ კი არა, ყველამ ჩავიჭვით. და საბოლოო ჯამში ეგრე იქნება. და არც ვიმსახურებთ, არა? ყველას დაგვენძრება. ხო, 4 ოქტომბერს თუ მოვა ცოტა ხალხი. მე კომენტარებში, ანუ ის ხალხი, რომელიც მაგალითად ვაჯვავს ხოლმე რაღაცებზე, რომ თუნდაც ოპოზიციას და ჩვენს ძალიან კრიტიკულებად ოპოზიციის მათ ხოლმე. ხო, გამოდიან ხოლმე რაღაც სკაფის სიტყვებით, რომ ის არ კენთ, ეს არ კენთ, თვითონ არც აქციებზე არ გამოდიან, არაფერი და ხვალ თუ არ იქნება ბევრი ხალხი. მე მოლოდი მაგ ძალიან ბევრი ხალხი, აი ძალიან ბევრი ხალხი. როგორც მინიმუმ დეკემბრის რაოდენობის ხალხი და თუ არ იქნება ბევრი ხალხი, თუ 50000 კაცი მაინც არ იყო მინიმუმ. ესე იგი ხალხს არ უნდა თავისუფლება, არ იმსახურებს კარგად ყოფნას, ეგ არის რა. შეხედეთ საფრანგეთშიც აქციებია, რეიბი ხდება ხოლმე სხვა ქვეყნებშიც რაღაცები არ. თუნდაც ბრიტანეთში ხარ საგიჟეთი ხდება და რამხელა პროტესტის გზნობა აქვთ. როდესაც ის პლუს-მინუს დაალაგებული ქვეყანა არის რა. და რამხელა ის არის, რამხელა აქციებს და რამხელა ის არის. რამხელა აქციებს და რამხელა მომზადებით და რამხელა შემართებით აქ სხვა ქალაქებში გამოდის ხალხი. დაალაგებულ ქვეყანაში და. ხო, ხვალ თუ არ ვიბრძოლით და თუ რაღაცა არ იყო რაღაცები. წინააღმდეგობა და რაღაცა ბრძოლის ჟინი არ იყო და ხალხმა თუ არ გამოთქოს და თუ არ იყო ბევრი ხალხი, მაშინ ისე კი არც ვიმსახურებს, ისე კი არ არის. საზოგადოება არც ევროკავშირისთვის და ჯერ და ან ის არის რომ არ უღის გარესკო, ანუ არ უგზნობს საჭიროდ, ან ეშინია. ну, მოკლედ არ იმსახურებს რა. აი, როგორც ახლა ამერიკამ რაღაც შეცვალა თავის ფილოსოფია, ეძახის რომ ხო, ჰექსეტი რო არის, რომელიც დალბაიობია, მაგრამ სწორ რაღაცებსაც ეძახის ხოლმე, რომ ხო, თუ შენ არ ხარ ზად ბრძოლისთვის, არ ხარ დაიცვა შენი უფლებები, შენი სუვერენიტეტი, ესე იგი არ იმსახურებს კარგად ყოფნას რა. მოგიგურია. ხო. და ხო, რაღაცა ისის გასათვალისწინებელია, რომ ესეთი სუსტები რაღაც პონჩი ქოსები არასდროს არ ყოფილან. ეს შიდა ბზარები მათ შორის, ეს ინფორმაციის გაჟონვა, ეს საკუთარი ხალხის დაჭერები არ მოქმედებს შიგნით საერთოდ კარგად მაგაზე. ყველა რაღაცა დაძაბულია, ყველა ელოდება როგორც კი თუ მაგას მოვახერხებ, დაინახავენ აქეთ მხარეს ძალას, სერიოზულ ძალას. და იმის შესაძლებლობას დაინახავენ, რომ აქეთა მხარე შეიძლება მოიგოს, აქეთა მხარე ეგრევე ჩამოიშლება, იმიტომ ეგ პარტია ქართული ოცნება არ დგას რაღაცა იდეოლოგიურ ღერძზე, რომლის გამოც შეიძლება ადამიანებმა თავი გასცირონ. მამუკა მდინარეძემ ასე არ უნდა ელაპარაკოს, რომ რაღაცა ამ იდეას თავს შესწირავენ ქართული ოცნება, ტყუილია, ხო ყველას გვესმის რა. ზარქუა რომელი იდეისთვის იბრძვის. ან დიტო სამხარაძე, ან კიდევ რავი მთელი ქართული ოცნება შემიძლია ჩამოთვალო. მსგავსი ინტელექტუალური რესურსის მქონე ადამიანები არიან ძირითადად. ირაკლი კობახიძე.
ხო და ირაკლი კობახიძე პირიქით მე იდეური ტიპია ჩემი აზრით. მაგრამ ხო, ზოგადად მაგის იქეთ რაღაცა არავინ არ არის მათ რაღაცა რეალურად ღირებულებების გამო. ყველა არის იმის გამო, რაც ახლა გამოჩნდა ნელ-ნელა წინა მთავრობებიდან, რაც გამოჩნდა ახლა საკუთარ ხალხს რო იჭერა. ფული, ტენდერები, რაღაცა ინტერესები, ისევ ბიზნესი, ზოგი კორპუსს აშენებს, ზოგი სკვერებს, ზოგი პარკებს და კეთდება ფული. როგორც კი აი ამას დაინახავენ, ამ საფრთხეს, არც ერთი კოცი, ალბათ ბოლო არ ვიცი, ვინ შეიძლება დარჩეს და იდეა შეეწიროს. არავინ. არ ვიცი, ხო და მაგას შეიძლება ვიღაცები ყავდა. ო, ვიღაც დალბაიობები იქნებიან ცხადია, ვინც უბრალოდ იმის უნარი არ აქვს, რომ რეალობა აღიქვას. ხო და ეგრევე ჩამოიშლება, ყველა გადმოხდება, როგორც 2012 წელს ნაცებიდან გადახდა იქეთ ხალხი. ოღონდ იქ ღერძი მაინც დარჩა, იმიტომ რომ იმ ყოველფრის მიუხედავად რა ნაცებზე საუბრობენ ისეს, იქ ხო რაღაც იდეოლოგიური ღერძი იყო. დასავლელი ხალხი იყო, პროდასავლეთის ის და კონცეფცია წარმოდგენა ამ სამყაროზე ჰქონდათ. ვერცად ნაციებზე ვერ იტყოდი, რომ პროევროპელი არა, აბსოლუტურად ყველა ნაკითხი ხალხი იყო, ვისაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა არის. გამოყლებელების იყვნენ, რა თქმა უნდა. ხო, მაგას ახლა მაგრამ ინტელიგენცია ყავდა, ნაწილი დღემდე ყავს რა. ღერძი ეგ იყო, რომელიც დღესაც ყავთ პარტიაში. მაგიტომაც გადარჩა ზოგადად ეგ პარტია და. ესა ჭიაბერაშვილი ვიღაცები აიღო, ვინც დღემდე ნაცნობაზე. ვინ ქართულ ცემას ვინ ყავთ საპირისპირო. მიახოდითაც არავინ არ არის. ხო და მაგიტო გადარჩა ეგ პარტია ყველაფრის მიუხედავად ამ 13 წლის განმავლობაში. აი კონცეფტს მინდა დაგისვათ კითხვა რა. ხო არავის არ ჯერა იმის, რომ ქართულ მოსნებამ რომ წააგოს 13 წლის მერე ქართული ოსნობა ისევ როგორც პარტია იარსებებს. შანსი არ არის. ოპოზიციაში ვერ წარმოიდგენია ეგ ხალხი, იმიტომ ჩამოიშლება სრულად სტრუქტურა. ერთად იყო ის არის, გახარია, ვინც რაღაცა შეძლო რა და მაგიტომაც ესე დაამთავრა. ხო და ეგ ამბავია რა, ბევრი აქვს იქეთ მხარეს დასაკარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქეთ უფრო მეტი გვაქვს დასაკარგი და აქეთ რეალურად უფრო დიდ ძალას წარმოვადგენთ. მაგის გააზრება უნდა შევძლოთ. არ ვიცი რაღაც. დანახვაც, გარდა მაგისა სტრუქტურიზებულად ნაფიქრი უნდა იყოს ხვალინდელი დღე. ბევრი კომპონენტი ერთ სიტყვით და ხო რაღაცა კითხაობას დავანებებ თავს თორე აგერი იქეთ ეგ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ერთ სიტყვით მაგრამ ყველაფერი არის ჩვენს დამოკიდებული. ხო რა, გადაცემას გაგრძელდება თუ არა? რამდენად მოვინდომებთ კი? ხო და ხო ეს გადაცემა შეიძლება აღარ იყოს და იმიტომ რომ ვისაც გეწყინებათ, კი არა და გაგიხარდებათ ამ გადაცემის დახურვა ახალ დაწყებულის ყველა შეგეცით კი. ვინც არ უნდა შეიძლება ორი კვირის თავზე ევროპაში იყოს სადაც ჩაბარებულები რა. ეს სიტუაცია შეიძლება მოვიდეს ძალიან. ეგ უკეთეს შემთხვევა. უარესი არის. უკეთეს შემთხვევა. ციხიდან თუ მოგცემენ უფლებას ლაივ სტრიმების, შეგვიძლია იქიდან გავსტრიმოთ სხვადასხვა საქმეებიდან. ხო და ეგ ხუმრობა იყოს, მაგრამ საერთოდ არ არის ხუმრობა. საერთოდ არ არის ხუმრობა. რამდენიმე კვირის წინ გელასთან ერთად ვიხუმრებდით ეგეთ რაღაცას, მაგრამ სრულად აბსურდულ, აი წარმოუდგენელ რაღაცაზე არის დაჭერილი ადამიანი. გელა ბოლჯერ ვნახეთ ისე თქვა, ოღონდ 4 ოქტომბრამდე არ დამიჭირან ოღონდ და მეტი არაფერს ჩივია და. ეგ არის. არ შეუსრულდა. ხო და ყველაფრისთვის არის მზად იქეთ ამ ხარე. ჩვენ ეგ უნდა გავიაზროთ და რაღაცა ჩვენს უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაღაცა პირველ რიგში ხო რა ჩვენი მომავალი დავიცოთ, ეგეთი ჩვენი შვილების მომავალი დავიცოთ. და რავი თუ ამ ქვეყანაში გინდა ცხოვრება, ნორმალურ ქვეყანაში, ბიჭო, კიდე ერთხელ, აქ აპოკალიფსი კი არ მოხდება რაღაცა, კი არ დაიხურება ეს ქვეყანა და ყველას კი არ დახურებენ. რუსეთში ცხოვრობს ხალხი, კარგად ცხოვრობს. ჩრდილო კორეაში ცხოვრობს ხალხი. მაგრამ ხომ კარგად ვერ ცხოვრობს იქ? ხო. ბიჭო შეიძლება ზოგისთვის კარგია იქ ხო არიციან და ხა. არის ხო, სხვა რო არ გექნა ნახი. ეგ ბიზნესია რა დისკვა. ეგ საზღვრები რო გაიხსნა მათ დაგვიძრაერსო. ხო და ეგ მაგ ფილოსოფიის კაცი არის კიმ შენიცი ალბათ. რუსეთში ცხოვრობს ჩვეულებრივად ხალხი. რაღაცა საჭმელიც აქვს, სასმელიც აქვს, კარგი მანქანებიც აქვს, ფულიც აქვს. მაგრამ ეგ არის მცირე ჯგუფი. მსგავსი რაღაცა მოწყობების ქვეყანაში საშუალო ფენას რასაც ვეძახით, ჩვეულებრივი ადამიანი ყოველთვის დაჩაგრულია როგორც ფინანსურად, დაჩაგრულია როგორც ვინმე ტიპთან, აი დღეს უკვე ჩვეულებრივ ვიღაც ნაბიჯვარ პლაცირაკთან, რომელიც გუშინ რაღაც ჟილეტი მიცის და პოლიციელი გახდა, ეგ ტიპი გადაგივლის უბრალოდ, იმიტომ პოლიციელი რა ნაცნობები ყავს იქ
დაიჩაგრება ყველა. ვინც დღეს მათ შორის ქართული ოცნების მხარდაჭერი ხარ. ადრე თუ გვიან რაღაცა შეეჯახებით ამ უსამართლობას და მე გვიანი იქნება. ეგ არის. ამას დავასრულებ მე. შენ თუ გინდა რომ ის დამატება? Всё? ხალხო. დაკეთეთ გზები. არაზმეთ. უკან დასახევი გზები. ხო, ნუ ესეთი ცოტა მძიმე, რა თქმა უნდა, ახლა გამოგადაცემა გამოგვივიდა საბოლოო ჯამში. მე-6 ეპიზოდია, იმედია მე-7-ზე. მე-7 ან არ გვექნება. ან გვექნება ძალიან ამაღლებულ განწყობაზე. და შეიძლება ის არის რა. მიგრაციიდან რაღაცა Zoom ჩარტები რო აქვს ხოლმე. აი, ეგ ერთ კვირაში. ერთ კვირაში რავი, აბა მე ხა თუ ნახე რომ მიჭერენ და რაც მომცეს სივრცე გასაქცევი. შემოგვიძე ზიხარ უკვე. არ ზივარ ჯერ, მაგრამ ის არის, მალე დავძები რო რამე. მე არ მინდა ციხეში კაცო. ციხეში არავის არ უნდა. არა, ისიც არ მინდა რომ აი იდეის გამო აი როგორც ზურაბ ჩაჯდა რაღაცა ხოშტარია რაღაც ეგეთი, მე ეგრე არ ვაფიქრე. ნახდათ. კი ბატონო, ვერ სიტყვით ესე YouTube-ზე. ამიტომ ხოცები ჩემი დაჭერა თუ გინდათ, მოდით ერთი კაცი მომიგზავნეთ. მითხარით რომ ევროპაში სტადიო ძმაო გაზობთ 2 დღეს რაღაცა, თუნდაც 1 დღეს. ნუ გარისთან ახმა მაგას. მაგასთან ახმა რა. ეს მონაკვეთი საქმეა დავდო რა. კი ბატონო, მოთაგი ქართული. იქ რაღაც ჯიგარი იყო ქართულ ჯიგრულ პონჩი, თბილისურ პონჩი. კი ბატონო, ესეთი პოდკასტი გამოგვივიდა ამ კვირის შეჯამება. ტრადიციულად ვინც ბოლომდე უყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოიწონეთ ეს ვიდეო და შევხვდებით ვინც აქციაზე მოვახვალ იქ დახვდებით. მედეგარი რა თქმა უნდა და შემდეგ პოდკასტში შევხვდებით თუ არა არ ვიცი. შემდეგ მაინც ეგრე დავამთავროთ მოდი. შემდეგ პარასკევამდე დროებით.